თავს რა ხი ეს რა გვარი ხარ მიგრანტი ხარ იმერეთი ხარ? რაჭველი ვარ სხვა შორის. ვაშა შენ ხარ დამფუძნებელი ამ კომპანიას და ბევრი ლაპარაკი იყო. 1-3 თქვი. ვაშა შენ ხარ დამფუძნებელი ამ. ნუ წაიგრი, ნუ აყოლე. ლაშა. კაი, ბოდიში. დაიწყვალე და დაიწყე. შენ ხარ დამფუძნებელი ამ კომპანიას და როგორ ფიქრობ, როგორი მართვის სტილი ჯობია? აქტიური ლიდერი, როდესაც ხარ თუ ოთახში შეკეტილი ბოსი? იცით როგორ არის, ანუ გარდა ემოციისა მე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა, ზოგადად რა პრობლემებია, ანუ მუშაობის სტილში. ნებისმიერ კომპანიაში ავიღოთ მაგალითად დიზაინერი, რომელიც ხატავს საიტს. ანუ შემკვეთი ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში იქნება დირექტორი დამფუძნებელი თუ რა მნიშვნელობა აქვს, მას აძლევს დავალებას, რომ უნდა ესეთი საიტი. დათანადობა, იმიტომ რომ პროფესიონალია. ამ დროს გვერდზე უждდება და უკირკიტებს ასე ვთქვათ, ამ ადამიანს, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი და საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ ანუ კომუნიკაციის ნაკლებობა და ბოლოს გამოდის, რომ ანუ ძალიან ცუდი შედეგით თავდება ხოლმე ესეთი ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად ხედავენ ეს ადამიანები რაღაცა კონკრეტულ ობიექტს. ანუ ჩვენ შემთხვევაში ისეთ როგორ არის მეორე სტილი კიდე, როდესაც ადამიანები რაღაცას მენეჯერი კარგად ვერ აკონტროლებს, როგორ გამოხატავს ამას, ანუ რაში გამოიხატება. ერთი, სხვის შესრულებულ დავალებას ასრულებს თვითონ, აკეთებს, ან აუცილებლად როდესაც რაღაც დავალებას აძლევს, მე იმას გადაამოწმებს, ანუ გადამოწმება კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ ანუ როდესაც შენ თანამშრომელს რაღაცა ტასკს აძლევ, დავალებას აძლევ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის ისე შეასრულებს, რომ ამას აღარ ჭირდება მე შენი ჩარევა. ანუ ჩვენთან ესეა, მე პირველ რიგში ანუ ვიხმარ ძალიან ცუდ სიტყვას ყველაფერში კი. ადამიანი, რომელიც ანუ ყველას ეხმარება, ცდილობს კადრები გაზარდოს, დააწინაუროს, ოღონდ დააწინაუროს არა რაღაც სამსახურში, იმიტომ რომ აქ ყველა დირექტორია, ყველა გაყიდვების მენეჯერია, ერთადერთი ვისაც არ ვეხებით, ეს არის დიზაინერი და პროგრამისტი, იმიტომ რომ მათ აქვს თავისი საქმე. ანუ დანარჩენი ყველას ვასწავლოთ, ყველას უსწორთ. მე ოთახში შევიკეტო და დავუშვდე ბოსივით, ასე ვთქვათ და დავუცე განკარგულებები. არ გამოვა. იმიტომ არ გამოვა, რომ კადრები პირველ რიგში მაგალითს იღებენ ჩემგან. მე მოვდივარ აქ პირველი. შენ თუ ყავს ვინმე სამაგალითო პერსონა, კუმირი, მაგალითად სტივ ჯობსი ან ვინმე ესეთი. იცით როგორ ვინ შედის აი მისაბად. და შენ თუ ყავს ვინმე სამაგალითო პერსონა ან კუმირი, აი ვიღაც ვის მაგალითი თქვა. ანუ იდეაში რაღაცები მეც მაქვს, ხა ვიღაცებისგან ნასწავლი, რაღაც ხილები ათვისებული მაქვს, მაგრამ ერთი კონკრეტული პერსონა რო ავიღოთ, ეგრე არ მომწონს არავინ, იმიტომ რომ რაღაცა დიდი მინუსები ჰქონდათ თავიანთ კარიერულ წინსვლაში. რა თქმა უნდა, ეს მინუსები მეც მქონდა, ანუ რაღაც მსგავსი მინუსები და ანუ იგივე სტივ ჯობსზე რო ავიღოთ მაგალითად ძალიან ადამიანი ლეგენდა, რომელმაც შექმნა მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბრენდი. მაგრამ მის რაღაცა ჰქონდა მას ძალიან დიდი ჩავარდნები, აქედან გამომდინარე ის იდეალური არ იყო. და დღევანდელი ლაშა ლომიშვილი რა რჩევას მიცემდა იმას, ვინც თავში მოუვიდა იდეის დონეზე მაინც რო ეს ბიზნესი. კაი, კარჩი, ამის მერე მოდის მაშინ ეს კი. ჯობს არ ჩავარდნები, შეშიქვა. ტიპი გერ რა ჩავარდა ხოდა? რა და თავის